მშვიდობისა, დღეს ორშაბათია და ტრადიციულად ყოველ ორშაბათს გვაქვს შესაძლებლობა კვირის ასტროლოგიური პროგნოზი შემოგთავაზოთ მიხეილ ცაგარელთან ერთად. დილო მშვიდობისა. დილა მშვიდობისა, ბედნიერი დილა დღე კვირა მინდა ყველას გისურვოთ, დადებითი განწყობა, ძალიან მნიშვნელოვანია. ახლა დღეს ცოტა წამოიწვიმებს, ეს ცოტა ყველას არ მოწონს, მაგრამ ზოგს ამშვიდებს, მაგრამ ხვალ ნელ-ნელა გამოიდარებს და ეს კიდევ უფრო უკეთეს განწყობაზე დაგვაყენებს. თუმცა რაც შეეხება ახლა კოსმიურ ამინდს რა ხდება ცისკაბადონზე და რას გვიქადიან ვარსკვლავები, მოდი ამშვიდეთ რომ დედამიწა ცოტა შედის უკვე უარყოფით ენერგოველში. აი დღეს ხვალ კიდე შედარავით არ აუშავს პირველიდან უფრო მეტად იგრძნობა ეს ყველაფერი და 8 რიცხვამდე გრძელდება ეს 8 აპრილამდე. ანუ დედამიწის უარყოფით ენერგოველი ნიშნავს რას, რომ ცოტათი უარესდება ჯანმრთელობის მდგომარეობა და წყალქვეშა დინებები ჩდება. რასთან, ვისთან დაკავშირებულია ეს რა წყალქვეშა დინებები, ამას ჩვენ ცალკეულ ზოდიაქოს ნიშნის მიმოხილვის დროს აუცილებლად მიმოვიხილავთ. ამ დინებებს ახლა მოდით ზოგადი ტენდენციები ამ კვირისა რა გველოდება. 4 გეომაგნიტური დღეა. პირველი დღეს ორშაბათს, შემდგომ 4 შაბათი, 5 შაბათი, შაბათი. აი ეს დღეებია გეომაგნიტური, ესე იგი მით უმეტეს გვექნება კიდე ცვლილებები ტემპერატურული, ესეც მოქმედებს ზოგიერთ ადამიანზე და ამიტომ თუ იგრძნით რომ ამ დღეებში რაღაც უგუნებობა, თავის ტკივილი, რაღაცა შეიძლება აპათიური მდგომარეობა გქონდეთ, აუცილებლად წნევას მეგცეთ, იმიტომ ზოგ შეიძლება დაეცეს უცებ წნევა, ზოგს პირიქით მოემატოს და ამიტომ შესაბამისი პროფილაქტიკა ან ყავით ან წამლებით გამოვიყენოთ, რომ უკეთ ვიგრძნოთ თავი. ეხლა რაც შეეხება სხვა მოვლენებს 4 შაბათი დღის მეორე ნახევარი და 5 შაბათი მთლიანად ითხოვს ყურადღებას, იმიტომ რომ აქ ჩვენ გვაქვს სავსე მთვარეობა. სავსე მთვარეობა ნიშნავს იმას, რომ ზედა მთვარე ურთიერთწინააღმდეგობაში შედის ერთმანეთთან და ეს მათი ურთიერთწინააღმდეგობა ხდება ვერძის და სასწორი ზოდიაქალურ ღერძზე, რის შედეგად მოდის ძალიან დიდი მოჭარბებული რაოდენობის ენერგია, ხშირად ნეგატიური, დაძაბული, აგრესიული ენერგია. ამიტომ ზოგიერთ ადამიანში ამ დღეებში შეიძლება თვალსაცემი იყოს აგრესიული გამოვლენებები, მოუთმენლობა, ზოგიერთი უფრო დეპრესიული იქნება, ცდუნებების შესტომების დაშვების ალბათობა აქ მაღალია, ჯანმრთელობას გავუფრთხილდით განსაკუთრებით თირკმელებს, ყელის არეს, ენდოკრინულ სისტემას, თავის არეს სიძარღვებს, იმიტომ რომ აქ შეიძლება თავის ტკივილებმაც იჩინონ თავი ამ ფონზე და მიაქცეთ ყურადღება ალერგიულ საკვებს. შეიძლება იყოს თხილი, თაფლი და შემდგომ რომ არ იყოს ალერგიული გამონაყრები, რისი ალბათობაც მოიმატებს ამ პერიოდში. ეხლა ამასთან ერთად არ აყვეთ პროვოკაციებს, იმიტომ რომ აქ შეიძლება ზოგიერთმა ეს მოჭარბებული ენერგია სათანადოდ ვერ გადაამუშავოს და გადაიყვანოს მაგალითად კონფლიქტში, საქმეთა გარჩევაში, კამათში, შეიძლება ზოგიერთი საჭესთან, ჯირითის სურვილზე და ნერვების მოშლის სურვილი კონდეს და მაგალითად ან სიგნალიზაციით, ან სხვა გზებით ეცადოს თქვენს პროვოცირებას. ამიტომ ნუ აყვებით ესეთ პროვოცირებას, რომელიც შესაძლებელია მოხდეს და ამ პერიოდში ახალი საქმე არ დაიწყოთ. არ გინდათ ხელშეკრულებები, მოლაპარაკებები, მგზავრობის დროსაც კი განსაკუთრებული ყურადღებაა საჭირო საჭესთან. ეხლა რაც შეეხება კიდევ სხვა მოვლენებს, მოდი გავითვალისწინოთ, რომ შაბათი კვირა ძალიან კარგია თვითშემეცნებისთვის, კომპეტენტურობის გამოსავლენად, კარგია მანქანის ყიდვა გაყიდვისათვის და ვინც არის მოყვარული ნადირობის თევზაობის, იმათაც გაუმართლებთ ამ კუთხით. პარასკევი ძალიან კარგია შემოქმედებითი მუშაობისათვის. აქ შეგიძლიათ კარგად გამოვლინოთ თქვენი მონაცემები ამ კუთხით და რაც შეეხება უკვე სამშაბათს ხელსკობს დალაგებას, დასუფთავებას, მოწესრიგებას, მაგეთ სახლი, კარა და რაღაცა გქონდათ მოწესრიგება, ვერ აბავდით თავს. აი ახლა ამ კუთხით იქნება ეს პერიოდიც კარგი და რაც თავარია დღევანდელი დღე. რასთან არის დაკავშირებული დღეიდან ვენერა, ეს არის სიყვარულის, ხელოვნების, სილამაზის მმართველი პლანეტა 24 აპრილამდე გადაინაცვლებს კუროს ზოდიაქოში. მას ყველაზე მეტად უყვარს ყოფნა კუროში, მოგეხსენებათ სასწორთან და თევზებთან ერთად, აგზალტაციაში აქ შეიძლება ესე ითქვა და საუკეთესოს ვესწავლეს. ამიტომ შემოკარგებო. ვისაც ჰქონდათ სურვილი ქორწინებისა და გადაწყვეტილებას ვერ იღებდით, აი ახლა ყველაზე კარგი პერიოდია სასიყვარულო კონტაქტებისათვის, იმიტომ რომ ეს არის ის ნიშანი, რომელიც გვაძლევს ერთგულებას. აი ახლა 24 რიცხვამდე მაგალითად შექმნილი ოჯახი იქნება ძალიან ერთგულებით და სტაბილურობით ახსოვს. მათ შორის ფინანსური კუთხითაც კი.
ანუ აქ უკვე ადამიანები ერთმანეთთან ურთიერთობებში უფრო მაღალი პასუხისგებლობით არიან აღჭურვილნი და მოქმედებენ პრინციპით 10 ჯერ გაზომ ერთხელ გაჭერი. სანამ რაიმეს მოიქმნებენ, არ ამის ეთქვიან ერთმანეთს. ამიტომ ეს ხელს უწყობს სტაბილიზაციას ურთიერთობებისა. აღნიშნოთ ისიც, რომ ეს ის პერიოდია, რომელიც ხელს უწყობს უკვე ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებას მაგალითად სფეროებში, როგორც არის აგრობიზნესი, როგორც არის მშენებლობა, როგორც არის დიზაინი, არქიტექტურა, როგორც არის დაუშვათ სილამაზის სალონები, კოსმეტიკური, პარფიუმერული, ანუ ბიზნესი ხელს უწყობს ასევე საინჟინრო სფეროს განვითარებას, საარქივო, სამუზეუმო, საბიბლიოთეკო, საქმიანობის წინაპანზე წარმოჩენას, პოეზიის, ლიტერატურის, ხელოვნების სფეროში დაფინანსების მეტად თქვათ გამოვლენას და ასე შემდგომ. ამიტომ მთლიანობაში ვენერა კუროში ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდია, კიდევ ერთხელ მინდა გითხრათ, მე უკვე მზე გადავა კუროში და ისიც ხელში უწყობს ამ მოვლენებს, მაგრამ ეხლაც კი სხვათა შორის დაეხმარება ეს თვით კუროებს, იმიტომ რომ კუროებს ახლა ცოტა მძიმე პერიოდი აქვთ, მაგრამ უცებ შეიძლება აი დღეიდან მაგალითად მათ ცხოვრებაში რაღაცა საინტერესო გამოანათოს. შეიძლება ეს იყოს არა მარტო სიყვარული, არამედ შეიძლება იყოს რაღაც შემოქმედებითი პროექტი, შეიძლება იყოს რაღაც ფინანსური ბონუსი და ასე შემდგომ. ან წამახალისებელი ესეთი ფაქტორი ვენერას კუთხით. და ამან გააუმჯობესოს მათი ურთიერთობა. ამიტომ ეს ტენდენციები მოსალოდნელია, მაგრამ მაინც გავეთვალისწინოთ, რადგან ცოტა წყალქვეშა დინებები ახლა მატულობენ 8 რიცხვამდე აპრილისა, ყველას მართებს ცოტა მეტი ყურადღება ამ წყალქვეშა დინებების მიმართ, რათა ეს არ გახდეს მთავარი ხელშემშელი ფაქტორი. ეხლა მოდი ამოვშოთ ეს წყალქვეშა დინება, ანუ ხელშემშელი ფაქტორები რომელ ზოდიაქოსთან როგორ მუშაობენ და რას უნდა მიექცეს ყურადღება. აი დავიწყოთ ვერძი. მაგალითად, ვერძისთვის ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდია. რატო? იმიტომ რომ ზე ახლა გადის ვერძის ზოდიაქოს, ეს ნიშანი რო თქვენ ყოველ დღე მოდის ჯანზე, ხდება უფრო აქტიური ენერგიული ინიციატივა, ნაკლებად იღლება, მატლობს შრომისუნარიანობა, იღბლიანობა, წარმატების ფაქტორი, უფრო კარგი ხელმძღვანელი, უფრო ლიდერი, ამოდი ეს თქვათ, საყოველთაო ყურადღების ცენტრშიც ადვილად ხდება, იდეების რეალიზაციის პერიოდია. კი ბატონო, ეს ყველაფერი კარგია, მაგრამ რა შეიძლება გამოიწვიოს ყოველივე ამან ვერტში. მით უმეტეს თუ წარმატებები ბევრი გექნათ, რისი ალბათობა ახლა გაქვთ, თავში ავარდნა. საკუთარ თავზე ზედმეტად დიდი წარმოდგენის შექმნა. ეს რას გამოიწვევს? გამოიწვევს ყურადღების მოდუნებას, გამოიწვევს თქვენში ეგოიზმის გამოვლენას, სულსწრაფობას და იმას, რომ გინდათ ყველაფერი მოიცვათ უცებ ახლა. არ გამოვა ეს. თავისთავად შეცდომებს დავუშვებთ ამ ფონზე, ხო? ამიტომ ნუადუნებთ ყურადღებას, ყველაფერი მიდის კარგად, მაგრამ ყურადღება არ მოადუნოთ საკუთარ თავზე ზედმეტ წარმოდგენა არ შეგექმნათ, კარგად გაიაზრეთ ის რეალიები, რომელიც თქვენს ირგვლივ ხდება. და ასე იმოქმედეთ. ეს მთავარი წყალქვეშა დინებაა. ანუ საკუთარ თავზე ზედმეტი წარმოდგენის შექმნა, რაც შეიძლება გადავიდეს ეგოიზმში, დიქტატორულ ტენდენციებში თქვენი მხრიდან და სულსწრაფობაში, გახდება მთავარი და ამრკვებელი ფაქტორი ამ პერიოდში და კონფლიქტების მომტანი. ამას თუ გაითვალისწინებთ, გექნება ძალიან კარგი კვირა, იმიტომ მთავარი ფავორიტი მაინც 12 ზოდიაქოს ნიშნიდან არის ვერძი. ეხლა რა შეიძლება კუროს? კუროებო, ვენერა მართალია გადმოდის თქვენ ზოდიაქოში და ძალიან დაგეხმარებათ. ამ კუთხით და შეგიმსუბუქებთ ცოტა ამ ყოფას, იმიტომ რომ ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ესეთი ცოტა რთული პერიოდი გაქვთ წინ, და ეს არის დაბადების წინა პერიოდი, როცა თქვენი იმუნიტეტი კლებულობს, განწყობა ისე რა, ემოციური გაღიზიანება მატულობს, აქედან გამომდინარე, ადვილად იღლებით, შრომისუნარიანობა მცირდება. კურო მართალია იშვიათად ავლენს ამ თვისებებს და ყველას გონია რომ მუდმივად სტაბილურია და ერთნაირი არ არის ერთნაირი დამერწმუნეთ, მაგრამ მას აქვს უნარი რომ უალიერება მოახდინოს იმ შინაგანი დაუშვათ დისკომფორტისა რომელიც ექმნება ამ პერიოდში. თავარი არის რა, არ გაცივდეთ, არ გადაიღალოთ, იმიტომ რომ დაღლით კი ბატონო, მაგრამ გადაღლა არა კატეგორიულად, იმიტომ რომ გადაღლის შემთხვევაში შეცდომებს ადვილად უშვებთ. ეხლა აქედან გამომდინარე საჭიროა რა გათვალისწინება რომ უკვე იწყებენ თქვენ საწინააღმდეგო მოქმედებას ფარული მტრები, ჭორები, ინტრიგები, მოშორნეები, ამ ზურგს უკან რა ხდება, კარგად აკონტროლეთ. ნუ მოდუნდებით ზედმეტად, თუმცა საშუალება გაქვთ დაასვენეთ თავი. საშუალება გაქვთ გამოაძინეთ კარგად საკუთარი თავი. არავით არის ახლა სარისკო მოქმედებები, არავით არის ახალი ბიზნეს პროექტების დაწყება. აქ თუ მაინც გინდა ძველი საქმე დაასრულეთ ან ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ, მაგრამ ახალი სარისკო არა. მოგზაურობა, მოლაპარაკება არა. მათი უმრავლესობა არ წარიმართება კარგად და პირიქით შეიძლება მე ნერვები მომშლელი გახდეს თქვენთვის, მაგრამ თუ თქვენ გაქვთ საშუალება რომ შვედ ვითარებაში დაისვენოთ, სადმე წახვიდეთ და უშად გინდათ სამოგზაურო დასასვენ, აი ეს ეკნება გადასწორებული გამოსავალი. იმიტომ რომ აქ მაინც რადგან კონფლიქტურობის ალბათობა მაღალია და ჯანმრთელობასაც უჭერს,
აი დასვენება, ცოტა მოდუნება ბუნებაში, ბუნების წიაღში. აი ეს იქნება ალბათ ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება თუ რას უკვე ამის საშუალება გაქვთ. რაც შეეხება ტყუპებს, თავარი თქვენი პრობლემა არის ფინანსური. აქ ფინანსური ხარჯის მატულობს, ფინანსური უყაერათობა მატულობს თავისთავად და ეს იწვევს დისბალანსს და დისკომფორტს. რატო? იმიტომ რომ ამ ფინანსური ზედმეტი ხარჯის შედეგად, არასწორი ფინანსების გადანაწილების შედეგად თქვენ შეიძლება შეექმნათ კონფლიქტები როგორც ახლობლებთან, ასევე კოლეგებთან მიმართებაში სამსახურებრივ სფეროში. ამან შეიძლება დაძაბოს რასკვლელი ურთიერთობა, გამოიწვიოს კამათი, გამოიწვიოს წყენა და ასე შემდგომ. ხო, აი ეს არის მთავარი თქვენთვის პრობლემა, რამაც შეიძლება ხო დისკომფორტი ამ დროს არ ურჩევი ჯანმრთელობას. აქტიური ენერგიული ეს ნიშანი ჯანი ემოტება ყოველდღე, კომუნიკაბელურია, გადასარევი იდეები, პარტნიორული თანამშრომლობა გნებავთ, რეფორმატორული დრო გაქვთ, ახალი საქმეები, პროექტები, ახალი მეთოდოლოგია, ახალი ნაცნობობა, ახალი ურთიერთობა, ინტერნეტთან აქტიური კონტაქტები იქნება ძალიან კარგი. თქვენ twins გადასარევი სპონტანური იმპროვიზაციის უნარი აქვს და ორიგინალური თვით გამოხატვის უნარი. ეს ყველაფერი მშვენიერია, კარგია, მაგრამ თავარი პრობლემა აქ არის თქვენი ფინანსური ზედმეტი ხარჯი და ამასთან დაკავშირებული პრობლემები, კონფლიქტები. აი წყალში შეძენება, რასაც ჭირდება, განსაკუთრებული ყურადღება. თორე სხვა მხრივ პერიოდი ნამდვილად კარგია. თუ ამ ტენდენციას გაითვალისწინებთ, სხვა მხრივ იქნება ძალიან კმაყოფილი ამ კვირით. მაგრამ თუ ამან მოგშხამვალ და ფინანსურმა პრობლემა, კონფლიქტი შექმნათ, რას ყველა მე იტყვით, რომ რა ცუდი კვირა იყო. ამ დროს ჯალზე ხართ, ყველა სახის წარმატებები გაგვირო და ამ წყალში შეძენებას უნდა ყურადღება. ეგ არის სულ კერჩხებები. კერჩხებების ენერგოტონუსი ეცემა. ამიტომ ჯანმრთელობა ნელ-ნელა უარესდება, მით უმეტეს წინ გვაქვს ჩვენ სავსე მთვარეობა და მთვარესთან დაკავშირებულ ყველანაირ მოვლენაზე კერჩხები განსაკუთრებით რეაგირებს და ცოტა ყურადღებით უნდა გავიაროთ კვირის შუა დღეები, მაგრამ სხვა მხრივ მე დაგითხრათ, რომ კერჩხებში ძალიან იზრდება განსაკუთრებული ინტერესი ამ პერიოდში, მაგალითად პედაგოგიური სფეროსადმი. ძალიან კარგები იქნებით როგორც პედაგოგები, აი ინფორმაციის გადაცემის გადასარევი უნარი გაქვთ, ბევრს დაინტერესებთ ამ უნარით, ამის გარდა განსაკუთრებით მატლობს თქვენში ინტერესი რელიგიის, ფილოსოფიის, ფსიქოლოგიის, ეზოთერული საკითხებისა და იმდენად შეიძლება გაერთოთ ამით და აღფრთოვანებული იყოთ ამ თემებით, რომ დაგავიწყდეთ საკუთარი ვალდებულებების შესრულება როგორც სახში, ასევე სამსახურში. ეს რას გამოიწვევს? თქვენს კრიტიკას, მათ შორის ხელმძღვანელთა მხრიდან, მათ შორის კოლეგებთა მხრიდან უკმაყოფილებას. ამან შეიძლება ძალიან დაძაბოს ურთიერთობები და კოლეგებთან, ხელმძღვანელებთან ესეთი დაპირისპირება მომენტალურად შეუქმნის პრობლემებს თქვენს კარიერულ განვითარებას. ამიტომ იღავთ ყურადღებით ამ მხრივ ვალდებულებების შეასრულეთ, რაც აუცილებელია. ფილოსოფია, ფსიქოლოგია კარგია, მაგრამ ვალდებულებები არ დაგავიწყდეთ. რათა ამან არ დაძაბოს მერე თქვენი ურთიერთობები და ხელი არ შეუშალოს კარიერულ წინსვლას. რაც შეეხება უკვე ესეთ ნიშანს, როგორც არის ლომი კარგად მოერევა ამ კვირაში თავის მოშორნეებს და თავის მოწინააღმდეგებს. ამიტომ რეალურად იქნება ძალიან თვით კამაყოფილი. იმიტომ რომ აქ აშკარად გამარჯვებულის მანტია მოერგო, მან ამის შანსი აქვს ყოველ შემთხვევაში ძალიან დიდი და ეს თვითკმაყოფილება ასევე გარკვეულ პრობლემებს შექმნის. რატო? იმიტომ რომ ამის შედეგად შეიძლება კრიტიკის ქარცელში აღმოჩნდეს სხვათა მხრიდან. მაგრამ ამისთან მიუხედავად ის აგრძელებს თავის მოქმედებებს, ზოგიერთ შემთხვევაში თავდაცვას ცდილობს უსამართლო მეთოდებითაც, რაც კიდევ მეტად ამძაფრებს კრიტიკას, მაგრამ მინდა ვთქვა, რომ იმდენად იღბლიანია ამ კვირაში და იმდენად წარმატებულია, რომ აი ასეთი სიტუაციებიდანაც კი მშრალი გამოდის. ანუ იღბალი აშკარად მის მხარეს არის, მაგრამ მაინც მეაქცეთ ყურადღება. იგივე თქვენი თავდაცვის მეთოდები, ან თქვენი დაუშვათ მოწინააღმდეგეებზე გამარჯვების მეთოდები არ იყოს უსამართლობის, ასე ვთქვათ, პრეზუმპციაზე დაყრდნაყარებული. მაგრამ სხვა მხრივ პერიოდი უდავოდ კარგია, სხვა შორის კარგია მგზავრობისთვის, მოგზაურობისთვის, უცხოელებთან აქტიური კონტაქტებისთვის და შეიძლება უცხოელებთან პარტნიორული თანამშრომლობაც მეტად შთამბეჭ დავიდა კარგი აღმოჩნდეს. ქალწულს რაც შეეხება, მოდი ასე ვთქვათ, შინაგანი სულიერი თუ გინდათ ესე ვთქვათ, ტრანსფორმაციის და შინაგანი ინვენტარიზაციის დროა. შეიძლება ესე ვთქვათ. ამიტომ ბევრი რამე გადაფასდება. მეტად შეიძლება მოხდეს ესეთი რამ, რომ თუ თქვენ გქონდათ ერთობლივი პარტნიორული თანამშრომლობა, ეხლა უცებ შეიძლება დაინახოთ, რომ აი მოვიდათ, რომ ფინანსური შემოსავლის გადანაწილებისა და ყველაზე ნაკლები გერგო თქვენ. ამ დროს ყველაზე მეტი გააკეთეთ თქვენ. რაც გამოიწვევს საოცარ კმაყოფილებას და ეს იქნება ერთ-ერთი მასტიმულირებელი აი შინაგანი ტრანსფორმაციისა. მართალია ეს ცოტა ფსიქოლოგიურად იმოქმედებს თქვენზე, მით უმეტეს ენერგოტონუსი შედარებით დაბალი გაქვთ ახლა. ამიტომ ფსიქოემოციური არასტაბილურობა მატულობს, მაგრამ თუ შენარჩუნებთ კარგ ურთიერთობებს კოლეგებთან, დაუშვათ იგივე მეგობრებთან, თუ შენარჩუნებთ კარგ ურთიერთობებს ახლობლებთან,
ისინი ძალიან დაგეხმარებიან პარტნიორები მათ შორის, რომ ამ მდგომარეობიდან შედარებით უმტკივნეულოდ გამოხვიდეთ, იმიტომ რომ ეს უკმაყოფილება, რაც იქნება გამოწვეული არასწორი გადაწყვეტილებით ფინანსებისა, ძალიან მოქმედებს თქვენს ფსიქოემოციურ მდგომარეობას. რაც შეეხება სასტურე არ უჩივის ჯანს, აქტიური ენერგიული ინიციატივიანია, კონტაქტურია, კომუნიკაბელურია, სხვა შორის ძალიან კარგი პერიოდია პარტნიორული ურთიერთობებისთვის. აი, მაგალითად იგივე ქორწინება, იგივე პარტნიორული თანამშრომლობა იქნება ძალიან აყოფიერი, მაგრამ პრობლემა რაშია, წყალქვეშა დინება სად არის? იმაში რომ თქვენ ხდებით ზედმეტად პრეტენზიული პარტნიორების ზოგიერთ შემთხვევაში ხელმძღვანელების და კოლეგების მიმართ. თან გინდათ რომ თქვენი წინადადებები დაკმაყოფილდეს მათი მხრიდან და თან ძალიან რეაგირებთ, როცა უარს იღებთ და ამის ტენდენცია არის. ამიტომ მე აქცევთ ყურადღება, რომ მაქსიმალურად ეხლა პრეტენზიების დრო არ არის. ეცადეთ რომ პრობლემური საკითხებია კონსტრუქციული დიალოგის მშვიდობიანად დიპლომატიურად მაგვაროთ. გინდ სახლში, გინდ სამსახურში და გინდ პარტნიორებთან, საქმიან პარტნიორებთან. მაშინ გაცილებით წახვალ წინ, მაგრამ თქვენ თუ იქნებით ზედმეტად პრეტენზიული, ზედმეტად ასე ვთქვათ, კონფლიქტური ამ შემთხვევაში და არადიპლომატიური, ეს უკვე სხვა დაძაბავს საკურთიერთობებს. ორიოს რაც შეეხება ერგოტონსი ეცემა, ამიტომ აშკარად იგრძნობთ, რომ ცოტა მეტად იღლებით შრომის უნარება და განწყობა ისე რა, რომ ემოციური არასტაბილურობა იჩენს თავს, თან ცვალებადი პერიოდი არასტაბილურობა იჩენს თავს თქვენ საქმეებში, სამსახურშიც კი ზოგიერთ თქვენთაგან შეიძლება მოხდეს ბინის შეცვლაც კი, რაც ასევე არასტაბილურობასთან იქნება დაუკიდებელი, რაც თუნდაც მოქმედებს თქვენს ემოციურ განწყობაზე. ამიტომ ამ კუთხით ვიყოთ, მოდი ცოტა ყურადღებით, ზედმეტად თქვენი ეს უკმაყოფილება არ გადავაყაროთ სხვას. მათ შორის ვეცადოთ შევინარჩუნოთ კარგი ურთიერთობა ხელმძღვანელებთან, კოლეგებთან, რომ აქ თქვენი უხასიათობის გამო არ დაძაბოთ ურთიერთობები და ეს მომენტალურად დაარტყავს თქვენს ჯანმრთელობას მერე, აი ეს ნერვიულობა და მათთან დაპირისპირება. ამიტომ ეცადეთ რომ შვიდად გავეროთ, მოდით ეს პერიოდი 8 რიცხვამდე მაინც. მერე გაცილებით უკეთესი დრო მოვა და ამიტომ თავარი ახლა ეს რთული, ცოტა ესეთი კონფლიქტური პერიოდი შვიდად გამლოთ. რაც შეეხება მშვილდოსან აქტიური ენერგიულია, ჯანზია, წარმატებულია, ბევრი რამ გამოსდის, პარტნიორული თანამშრომლობა შეიძლება გადასარევად წარიმართოს, რაც მეტად კარგი ურთიერთობა აქვს შვილებთან, სასკოლო პარტნიორებთან, მით უფრო მეტად წავა წინ, სხვათა ქორწინებისთვისაც, გარკვეული რომანტიკული თავგადასავლების კუთხითაც პერიოდი კარგია, მაგრამ მოდი ახლა ერთი რამ აღვნიშნოთ, რომ მაინც ესეთ ახალ ამურულ ურთიერთობებს თავი დავანებოთ ამ პერიოდში, იმიტომ რომ შეიძლება შეცდომებიც დაუშვათ. შეიძლება ხახამშრალი დარჩე და უფულოდაც. ამიტომ გულნატკენიც და ამიტომ ამ კუთხით მოდით ახლა ამ კვირაში თავი დავანებოთ, ესეთ ამურულ გვერდზე გახედვებს და შემდგომ და კიდევ ერთი რამ გავეთვალისწინოთ, რომ ცოტა მცირდება თქვენი თავისუფლება და გზნობთ თუ რაღაცა კეთავს ამ ვიღაცა კეთავს ამ თავისუფლებას. აი ეს გიქმნით დისკომფორტს. ეს არის თქვენი წყალქვეშა დინებები, მაგრამ სხვა კუთხით, გინდა საქმიანი, გინდა ენერგიის, დაუშვათ ჯანმრთელობის და შემდგომ კუთხით პერიოდი საკმაოდ კარგი და ნაყოფიერია. და როგორც ლიდერი ხელმძღვანელი, საგრძნობლად აემაღლებით თქვენს რეიტინგს. რაც შეეხება კირჩხი თხის გასაკვირით, აქ შეიძლება საყოფაცხოვრებო და ნაცსაურმა საოჯახო პრობლემებმა იჩინონ თავი. მაგალითად, გაფუჭდეს რაღაც ტექნიკა სახლში, ან ელექტრობა, ან კომპიუტერი, ან ტელევიზია და შემდგომ. ერთ სიტყვით, თავარი არის რა? მაინც გასაკეთებელი გაქვთ ხო? შვიდ და წყნარად ტვინით და არა გულით. გულთან უმიიტან და ემოციაში ნუ გადაიყვანთ. თორე ეს მომენტალურად დაძაბავს თქვენს ურთიერთობებს მათ შორის ოჯახის წევრებთან, ეს ერთი. მეორე, შეიძლება დაპირისპირება მოხდეს თქვენსა და ახლობლებს ნაცნობებს შორის. მათ შორის მემკვიდრეობით საკითხების გამო. აქ ამ ჯობი არ ვარიცხვამდე თავი შევიკავოთ. არანაირი მემკვიდრეობასთან დაკავშირებული საკითხები არ განეხილოთ. თორე აქ კონფლიქტების ალბათობა მაღალი გაქვთ და პლუს ფინანსური ხარჯი არის ძალიან მაღალი. ამიტომ ახლა მაქსიმალურად შეიკავეთ თავი, ინვესტიცია გინდათ, კაპიტალ დაბანდება, რაღაცის ყიდვა 8 რიცხვამდე, არა. შეულებრივი პროდუქტების გარდა, ახლა თუ რაღაც განსაკუთრებული რაღაც წამალი და კი ბატონო, მაგრამ რაღაც მნიშვნელოვანი მსხვილი 8 რიცხვის მერე მხოლოდ. რაც შეეხება ახლა მერწყულებს, მერწყული პირიქით ჯანს არ უჩივიან, აქტიური, ენერგიული, ინიციატივიანია, კარგი იდეები აქვს, თანამშრომლობას კარგად გამოსდის, მრავალფეროვანი კონტაქტების, შეხვედრების, მოლაპარაკებების დროა, საინტერესო ინფორმაცია შეიძლება მიიღოს, პარტნიორული თანამშრომლობა ჩამოაყალიბოს, გზავრობა, მოგზაურობის კუთხითაც კი პერსპექტივები კარგია, ფინანსები სურათად შეიძლება გაიმართოს, მაგრამ პრობლემა რაშია? უნდა ყველაფერი ერთად მოიცვას და 10 საქმე ერთად დაიწყოს.
რის შედეგად მის ცხოვრებაში შეიძლება დაისადგუროს ქაოსმა. მათ შორის საქმეებშიც ქაოსი, იმიტომ რომ ისიც უნდა, ესეც უნდა, ხანის დაავიწყდება და ახლა გამომდინარე ვერც ერთ საქმე შეიძლება ვერ მიდეს ბოლომდე. აი ეს თავარი წყალშედინება, ამიტომ ორგანიზებულობა, დისციპლინა და ჯობია ერთ ან ორ საქმეს მოგედოთ ხელი, რათა ერთი მაინც მივიდეს ბოლომდე. და თევზებს რაც შეეხება თევზებო დაპირებებს არ ამბობთ. ყველა დაპირება აქ საფნის ბუშტივით გასკდება, ამიტომ გახდებით დარჩებით გულაცრუილები. ეს ერთი. მეორეც ერთი იმუნიტეტი ეცემა, ამიტომ ისეთ ჯანზე ვერ ახართ გამოწინება გჭირდებათ, ცოტა დაღლაიჩას თავს, პარტნიორული ურთიერთობაც კი ცოტა უფრო იძაბება, თუმცა ზოგიერთი ადამიანი ეცდება თქვენი ფინანსური შესაძლებლობების გამოყენებას. მათ შორის ამიტომ ეხლა თქვენს ინვესტიციები, კაპიტალდამოკიდების საყიდლები არ გინდათ, არავით არ ახალ ბიზნესში არ ჩაიდოს ფული 8 რიცხვამდე მაინც. 8 რიცხვიდან გაცლებით მეტად გაიმართებით წელში და ეხლა უფრო მეტად ეცადეთ ინდივიდუალურ შემოქმედებაზე გადახვიდეთ. მაშინ გაცლებით უკეთესად გაევლით ამ კვირას. მოკლე ინფორმაცია ამ კვირისა და ყველას მინდა წარმატებები უსურვო. კი ბატონო, ესე იგი სამი მნიშვნელოვანი ფაქტორია. პირველი ის, რომ უარყოფით ენერგოველში ვართ და 8-მდე ეს მდგომარეობაა. მეორე ის, რომ დღეიდან ყუროში გადავიდა ვენერა. სიყვარულისთვის ერთ-ერთი საუკეთესო და ფაქტობრივად აპრილის ლამის ბოლომდე 24-მდე რჩება და მესამე არის ის, რომ სავსე მთვარე გვაქვს 4 შაბათი, 5 შაბათი პერიოდი. საღამო და 5 შაბათი. მოკლედ ჩვენ შეგაიარაღეთ, ახლა თქვენი დროა. როგორ მიიღებთ ამ ინფორმაციას და როგორ გამოიყენებთ, ვინც გაფრთხილებულია, ის შეიარაღებულია, ეს კარგად იცით და ჩვენ ამ ფორმატში რასაკვირველია ისევ შევხვდებით ერთმანეთს მომდევნო ორ შაბათს იგივე არხზე.